მეგობარი აქტის შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს თაობაზე პირველი ორპარტიული კანონპროექტი წარადგინეს. კანონპროექტის ავტორები ისევ ჯო უილსონი და სტივ კოენი არიან. პროექტის ავტორები ტრამპის ადმინისტრაციას საქართველოში რუსული და ჩინური აგენტურის მოქმედების სქემების შესწავლას თხოვენ. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების კურსი ამერიკის მთავარი მოწინააღმდეგეების რუსეთისა და ჩინეთის ინტერესებს ემთხვევა. ქართული ოპოზიციური სპექტრის შეფასებით ქართული ოცნების პოლიტიკური ქმედებები დასავლელი პარტნიორებისგან უყურადღებოდ არ რჩება. ოპოზიციაში იმასაც ამბობენ, რომ მმართველი გუნდი ქვეყნის იზოლაციაში მოქცევას ცდილობს. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის კონკრეტული განცხადებები გაკეთდა სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან. ისინი ელოდებიან კონკრეტულ ნაბიჯებს ქართული ოცნების მხრიდან, თუმცა არათუ არ დგავს ქართული ოცნება კონკრეტულ ნაბიჯებს, არამედ არსებობს მათ შორის საექსპერტო დასკვნები იმასთან დაკავშირებით, რომ აქ არის ირანული, რუსული გავლენების დიდი ქსელი და ხდება ინფილტრაცია ამ ყველაფრის საქართველოში, რაც ცხადია საგანგაშოა და ამ საგანგაშო ფაქტებთან დაკავშირებით ითხოვენ საკანონმდებლო დონეზე პასუხისმგებლობის საკითხს. ჩემთვის საგანგაშოა თვითონ უკვე ფაქტი იმისი, რომ მსგავსი კანონპროექტის ინიცირება ხდება, თავისთავად კანონი მიიღებს ეს კანონპროექტი, თუ არა ჩვენ არ ვიცით. ფაქტია, რომ საქართველოს აი ამ კავშირების შესახებ ირანთან, ჩინეთთან და რუსეთთან კითხვები არსებობს ამერიკის ადმინისტრაციაში და ნახოთ დაველოდოთ. ის რომ კონგრესი ითხოვს უკვე მნიშვნელოვანია. ეხლა მთავრობამ, ამერიკის მთავრობამ, ადმინისტრაციამ წუთლება მიიღოს თუ არა კონგრესის ეს მოთხოვნა. თუ მოთხოვნას მიიღებს, ჩვენ ისიციან ირანში რასიღრმეზეა დამარხული ბირთვული ძალები და ასე შემდეგ. ანუ მათ ყველაფერი იციან. მათ წინვალწინ რა ხდება უკრაინაში და ასე შემდეგ. ანუ მათ საკმარის სადაზვერო ქსელი გააჩნიათ, რათა იცოდნენ რა ხდება ქვეყანაში. თავარია ნებართვა. ქართული ოცნება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების კვლავ ახალი ფურცლიდან დაწყებას ცდილობს. მმართველ გუნდში კანონპროექტის ავტორ კონგრესმენებს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან საერთო ღირებულებები აკავშირებს. შესაბამისად, მმართველ პარტიას ამერიკის კონგრესში კანონპროექტის მიღების მოლოდინი არ აქვს. ჯო უილსონის მიერ დაინიცირებული კანონპროექტი შეემატება მის მრავალ ასეულ კანონპროექტებს, რომელიც დაინიცირა და შემდეგ მიღებული ვერ იქნა და პირდაპირ დადასტურებულად ვიცით, რომ მათ შორის ეს ადამიანი პირდაპირ თანხებსაც კი იღებს, რაც ლეგალურია და გამჭვირვალეა ფარადან გამომდინარე, იმისაც რომ ასეთი კანონპროექტები იყოს ინიცირებული, იმიტომ რომ განცხადებები გააკეთოს. თუ პრაგმატულად შევხედავთ, სამწუხაროდ ეს ადამიანი გამოყენებული არის იმისათვის, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები მაქსიმალურად დაზიანდეს. ჩვენ მზად ვართ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა. ჩვენ იქვე დავძინეთ, რომ ის, ვინც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს პატივს სცემს და შიდა საქმეებში არ ჩაერევა, ჩვენ ყოველთვის მოხარული ვიქნებით, რომ მაქსიმალურად აღვადგინოთ ის სტრატეგიული ურთიერთობები, აღვადგინოთ ურთიერთობები, რომელიც ორივე სახელმწიფოს თუ სახელმწიფოებს, ასე ვთქვათ, საერთო მიზნამდე მიიყვანს. ეს რა არის? ეს არის ეკონომიკის განვითარება და ბიზნესის დივერსიფიცირება. საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერო აქტივების შესახებ ანგარიშის მომზადების მოთხოვნით კანონპროექტი კონგრესმენმა ჯო უილსონმა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტში თებერვალში წარადგინა.